დავით ქიზიყურაშვილმა თანასოფლელებთან ერთად სოფლის კუთვნილი საძოვრების გასხვისება 9 წლის მანძილზე სასამართლოში არაერთხელ გაასაჩივრა. თუმცა პასუხი იმის შესახებ თუ რატომ გადავიდა კერძო პირის საკუთრებაში სოფლის კუთვნილი მიწები დღემდე ვერც ერთი ინსტანციიდან ვერ მიიღო კუჭატნის მოსახლეობამ. სოფლის საძოვარი მარტო ეგ 48 გექტარი გვაქვს, არაფერი არა გვაქვს, თუ ეგ საძოვარი არ გვექნება, სოფელი გაყიდის საქონელს და დავრჩებით აი ესე გაჭირვებაში. თუ ძველი სასამართლო იქნება, ისევ მაგათი იქნება და თუ კანონი იქნება, კანონით ჩვენ გაშიფრული ვართ, წაკითხული ვართ, რომ ჩვენ გვეკუთვნით და უნდა მოგვცენ. იქ ქადეიშვილი ძალები იყო თუ ვინ იყვნენ, იმათ გააჩერეს, დაბლოკეს და ჯერჯერობით ისევ სადაო გვაქვს, მაგრამ ეხლა მე 2-3 დღე ამოვედი იუსტიციის სამინისტროში შევიტანეთ. კუჭატნელები ჩვენთან იმასაც ყვებიან, რომ მათ წინასაარჩევნოდ დაპირება მაჟორიტარი დეპუტატის ნაციონალური მოძრაობიდან მარიკა ვერულაშვილისგან მიიღეს. არჩევნებზე თუ მხარს ნაციონალურ მოძრაობას დაუჭერდნენ, მათ საძოვრებს დაუბრუნებდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოგვიანებით მათ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი პირადად მარიკა ვერულაშვილმა გადასცა. თუმცა მათივე განმარტებით საბუთი, რომელიც მიწის დაკანონებას ამტკიცებდა, ყალბი იყო. ბევრი იყვნენ ის ვერულაშვილიც იყო, ის იყო, ყველამ ჩაიწერეს, მაგრამ არავინ არ იყო პატრონი ამ სოფლისა. ვერულაშვილმა აი არჩევნები დროი. მაიტანა ლევის საბუთები, თუმ ხალხისა იყო, მაგრამ ტყუილი გამოდგა. არჩევნების წინადადს დაარიგა ერთი კვირა კი ხეთყოთ, მაგრამ არ მოგვიტანეს და იმ რო ხმამ მიეცათ არჩევნებზე დაგვირიგა მოგვიტანა გააკრეს ხელად ეს კავალები და უბრალოდ არაფრის ზალა არ ექონა. არჩევნების წინა დღეებში შეგვპირდა, ოღონდ ხმა მიგვეცა და დეპუტატად აგვერჩია და აუცილებლად აგვებრუნებდა საძოვარს. 3 დღედ გადმოწერეს კომპიუტერში, ხალხს დაანახეს, რომ მართლა ჩვენია ვითომ დაიჯერა ამ ხალხმა და მისცა ხმა დეპუტატად კი გავიდა, მაგრამ რა გააკეთა არაფერი. ხო და მე ვნახეთ, რომ ეს საძოვრები ისევ გასხვისებულია, ისევ იმათია. ჩვენი არ არის და ეხლა ვითხოვთ, რომ ან პასუხი აგოს მარიკა ვერულაშვილმა და ეს საძოვრები დაგვებრუნოს, ან და რაც მოგვატყუა ტყუილი ყალბის დოკუმენტები მოგვიტანა. კუჭატნელები ამბობენ, რომ თუ სოფელი საძოვარს არ დაიბრუნებს, აქ საქონლის გადაშენების საკითხიც დადგება. ისინი დახმარებას ახლა უკვე ახალი მთავრობით დაკომპლექტებულ პარლამენტის წევრებს თხოვენ. სათგავერგოთ საქონელი შინდავაბათ, თუ დავყიდოთ. შეიძლება ეს ამბავი ამ პატარა სოფელში. ერთი მორეს როგორ შევხედოთ. მარტო თქვაც მე ვიყო და დავიკავო. სხვა ცხოვრება არ უნდა. მე გეტყვით, რომ ეს თუ სოფელს არ დარჩა ეს საძოვარი, სოფელი უკან და უკან წავა. მაშინ ყველამ უნდა ავიღოთ ჯოხი და ყველამ თოკი მოვამბათ ამ ჩვენ თითოეულ ჯოხას და ვსდიოთ ეგრეთ ჩვენ ადგილებში და ისა და ეს ხო ცდება ადამიანი უკვე ვერც საქმეს ვაკეთებთ, ვერც ვერაფერს და სული გაქვს მთლიან სოფელს, რომ დაუბრუნდეთ საძოვარის მთლიან სოფელს. საკითხით დაინტერესდა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაც, როგორც პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, გამგებელი კუჭატნელების პრობლემით დაინტერესებულია. რაიონის ახალი ხელმძღვანელობა არის საქმის კურსში, მოისმინა ამ ადამიანების პრობლემები ამ სოფლის. ეს ზოგადად არის ბევრ სოფელში ასეთი პრობლემა, რომ საძოვრები არის გასხვისებული, რამდენად კანონიერად თუ უკანონოდ ამას მოკვლევის პროცესშია ეს საკითხი და ამას ალბათ რაღაც პერიოდის შემდეგ გეტყვით. ამ ეტაპზე საქმის კურსია როგორც მოგახსენეთ და მიმდინარეობს შესწავლა საკითხის. საკითხის გასარკვევად სოფელ კუჭატნის ტერიტორიულ ორგანოს ვეწვიეთ, თუმცა დღის 2 საათზე შენობა დაკეტილი დაგხვდა. კუჭატნის მოსახლეობამ ახლა უკვე სარჩელი იუსტიციის სამინისტროში შეიტანა და საქმეზე გამოძიება დაიწყო.